ამავე დროს უნდა ვთქვა მნიშვნელოვანი რამ, ბოლო დროს ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხი, მხოლოდ ახალ ხალხს ითხოვს საზოგადოება, ეს თავის დროზე თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს, ეს ბიძინა ივანიშვილის გზა არის, რა თქმა უნდა, ყოველ არჩევნებზე ამას იტყვის, რა თქმა უნდა, რომ გაუმკლავდეს იმ ხალხს, ვისაც რაღაცა გამოცდილება უკვე დაუგროვდა. მაგრამ თუ ჩვენ უნდა შევხედოთ მაგალითად უნგრეთის გამოცდილებას, ვნახავთ, ვინ არის პიტერ მაჯიარი. ხო? ის არანაირად ახალი ძალა არ არის. მან შექმნა ახალი პარტია, თუმცა საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მხოლოდ 20-24 წელს, აი სულ 2 წლის წინ ჩამოშორდა მართლ პარტიას. სკანდალით იქიდან გამომდინარე, რომ შეამჩნია, რომ ქვეყნის საქმე ცუდად მიდიოდა. გარდა მაგისა, მისი ყოფილი მეუღლე, ასევე იყო ვიქტორ ორბანის იუსტიციის მინისტრი. ისინი ამის შემდეგ განქორწინებულნი არიან, მაგრამ ამით რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ გვჭირდება სუფთა ხალხი, სუფთა მებრძოლი პატრიოტი ხალხი. ახალი იქნება, ძველი იქნება, წიწყვი იქნება, ასაკოვანი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არასწორია ესე თქმა. ჩვენ გვჭირდება უბიოგრაფიო ხალხი კი არა, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელთაც აქვთ ბიოგრაფია, რომელსაც გაკეთებული აქვთ საქმე, რომლებიც არიან ნაბრძოლნი, რომლებიც არიან პატრიოტები და რომლებიც არიან სუფთა ამ ბიოგრაფიის შედეგად. ეს ამის კარგი მაგალითია.